მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთი მოკლე ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ ერთ საინტერესო თემაზე და ამ ვიდეოს დავარქვი, როდის უნდა დავიწყო ახალი სამსახურის ძიება. ჩვენ ძირითად საქმიანობა ფლომასტერის არის ადამიანების დახმარება პიროვნულ განვითარებაში, პროფესიულ განვითარებაში, დაწინაურებაში, წარმატების მიღწევაში და ასე შემდეგ. ბევრი ადამიანისთვის რაღაც ეტაპზე თავისი ცხოვრების წარმატება მდგომარეობს კარიერულ გზაში. ყოველი შემდეგი ნაბიჯი წინას ჯობს, შეიძლება პროფესიულად ჯობდეს, მატერიალურად, სოციალური სტატუსით, განვითარების შესაძლებლობით და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრ ადამიანს უნდა, რომ სულ უფრო კარგი სამსახური ქონდეს, ესე ვთქვა. სამსახურების ცვლის სიხშირე თაობიდან თაობამდე ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა და ესეც უნდა ვთქვათ და ჩვენი სხვა ვიდეოებიდან შეიძლება იცით, რომ ბეიბი ბუმერებს, რომლებიც დაბადებული არიან 1946 წლიდან 1963 წლის ჩათვლით, მაგ თაობას დაახლოებით 15 წელი ქონდა ერთ საქმეში, ერთ თანამდებობაზე, მოკლედ წყნარად შვიდად მუშაობდა და ცხოვრებას ისე გაევლიდა ადამიანი, რომ ორ ან სამ სამსახურს, ორ ან სამ თანამდებობას შეიცვლიდა, ასე ვთქვათ, ხო? მერე X თაობის შემთხვევაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის ხალხი დაბადებული 1964-დან 1980-მდე, უკვე ეს 15 წელი გახდა 5 წელი. ანუ უკვე ჩემნაირები 5 წლის განმავლობაში ჩერდებიან, ასე ვთქვათ, ერთ თანამდებობაზე და 5 წლის ბოლოს უკვე ნერვიულობენ. Y თაობების, ანუ მილენიალების შემთხვევაში, ვინც დაიბადნენ 1991 წლიდან 96 წლამდე, უკვე 2 წელი გახდა ესვა და 2 წელიწადში წრიალებს მილენიალი და უკვე რაღაცა სიახლე უნდა და Z თაობის შემთხვევაში, რომელიც დაიბადა 1997-დან 2012-მდე, აი ამ Z თაობის შემთხვევაში ეს ვადა ჩამოვიდა 12 თვეზე, ანუ 1 წლიანი გახდა, ასე ვთქვათ, აი ეს სამსახურში ერთ სამუშაოზე, ერთ პოზიციაზე გაჩერების დრო, ხო? ეხლა რამდენიმე პოზიციაზე თუ გაჩერდება, Z იქნება თუ მილენიალი, ეს თითო წლები ან 2 წლები ერთმანეთს ემატება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ უფრო დიდხანს გაჩერდეს ადამიანი. ანუ ეს დრო არის ის ხანგრძლივობა, რამდენი ჭირდება თითოეულ თაობას, რომ მოწყინდეს არსებული სამსახური და ახლის ძიება დაიწყოს. ეხლა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ახალი სამსახური არ ნიშნავს ახალ ორგანიზაციას. ახალი სამსახური შეიძლება იყოს იმავე ორგანიზაციაში, ანუ ახალი თანამდებობა, ახალი დეპარტამენტი, ახალი მიმართულება, ხო? ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ამ ვიდეოსაც, რო ქვია ახალი სამსახურის ძიება, იგულისხმება როგორც შიგნით ახალი სამსახური თქვენივე კომპანიაში, ასევე გარეთ ახალი სამსახური, ორივე ახალი სამსახური. ამიტომ მოდი დავსვათ შეკითხვა კონკრეტულად როდის უნდა დაიწყოს, როდის არის კარგი დრო ახალი სამსახურის ძიების დასაწყებად. მანამდე, სანამ შეკითხვას პასუხს გავცემთ, მინდა რომ მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ YouTube-ში ჩვენი ვიდეოები არ არის დატვირთული რეკლამით და კლასიკური გაგებით სპონსორები არ ყავს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ყველა ვიდეოს სპონსორი, მათ შორის ამ ვიდეოს სპონსორებიც არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენის ორგანიზაციები და ის ადამიანები, ვინც გვიკვეთავთ და მონაწილეობთ ჩვენ ტრეინინგებში, ხართ სპონსორები ყველა ვიდეოსი და თქვენგან მიღებული რესურსი ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უფასო და ხარისხიანი ვიდეოები შევქმნათ და სხვა მასალები YouTube-ზე და სხვა ქსელებში. ამისთვის დიდი მადლობა გეკუთვნით და ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საიტზე flowmaster.g. როდის არის სწორი დრო ახალი სამსახურის ძიების დასაწყება? ტრეინინგებზე ვსვამ ხოლმე ამ შეკითხვას, როცა თემას შევეხებით და ჩვეულებრივ ვიღებ ესეთ პასუხს, რომ როცა მომბეზრდა ძველი სამსახური, ან როცა უკვე ვთვლი, რომ დაწინაურება მეკუთვნის და არ მაწინაურებენ, ან მატერიალურად უკეთესი პირობები მჭირდება და ვთვლი, რომ მეკუთვნის და ასე შემდეგ. ეგ არის ძალიან გვიანი ძიების დასაწყებად. იმასაც ხაზი გაუსვათ, უკვე ვთქვით, რომ ორგანიზაციის შეცვლას არ გულისხმობს ახალი სამსახურის ძიება, შეიძლება იმავე კომპანიაში იყოს. თუ იმავე კომპანიაში სამსახური ჭირდება თუ არა ძიება, ეგ შეკითხვაც არის. დავჯდე, დაველოდო, როდის დამაწინაურებენ, თუ პროაქტიულად უნდა ვეძებო და პასუხი აქაც არის, რომ გარეთაც და შიგნითაც პროაქტიულად უნდა ეძებო და არაფერს არ უნდა დაждდე და დაელოდო, ხო? ვამბობთ ხოლმე, რომ თუ დალოდებას აპირებ, თბილად ჩაიცვი, იმიტომ რომ შეიძლება დიდხანს მოგიწიოს, ესე იგი, ლოდინი და შეიძლება რამდენიმე ზამთარმაც მოგიწიოს ამ ლოდინის პროცესში. ანუ არანაირი ლოდინი არ არის სამსახურის შოვნა, პროაქტიულად უნდა იმუშაოთ.
ეხლა როდის უნდა დაიწყოთ ეს მუშაობა? ამაზე არის ჩვენი პასუხი, სადღაც სტატიაში შემხვდა, ძალიან მომეწონა. გვეუბნებიან, რომ სამსახურს რო დაიწყებ, აი იმავე დღეს უნდა დაიწყო შემდეგი სამსახურის ძიება. ანუ ეგ სამსახური რო დაიწყე, იმავე დღეს უნდა დაგეწყო ფიქრი შემდეგი სამსახურის შესახებ. შეიძლება გეუცნაუროთ და თქვათ, რომ როგორ კაცო, იქ სულ არ ჩერდები? სულ არ ჩერდებიზე არ არის ლაპარაკი. შენ რო ძებნას იწყებ, იმავე დღეს პოულობ, არ არის ეგრე. მუშაობა უნდა კარგი სამსახური თუ გინდა, შეიძლება წლები გავიდეს, სანამ განვითარდები, ისწავლი, სანაცნობო ქსელს განივითარებ და ასე შემდეგ. ამიტომ სამსახურის ძიება არ ნიშნავს წასვლას, ნიშნავს დაგეგმვა სტრატეგიის ჩამოყალიბებას და ეგ უნდა გააკეთო წინა სამსახურის პირველივე დღეს. ხო? ანუ როგორც კი მე დამნიშნეს ტრენერად რაღაც ორგანიზაციაში, იმავე დღეს ვიწყებ ფიქრს, რომ შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს და კიდევ რა უნდა ვისწავლო. რას გულისხმობს ახლა ეს ახალი სამსახურის ძიება ჩვენ ენაზე? გულისხმობს სწავლას, გულისხმობს უკავშირის მიღებას, სანაცნობოს განვითარებას, თქვენი რეპუტაციის და პირადი ბრენდის განვითარებას, ინიციატივების გამოჩენას სხვადასხვა მიმართულებით, დიპლომების, სერტიფიკატების მოგროვებას, გარკვევას ახალ მიმართულებებში და საქმეებში. საუბარი ჭირდება განვითარების სურვილზე. ეხლა ერთ დღეში ვერავინ ვერ შეგისრულებთ ამ სურვილს, ვერც ოქროს თევზი და ვერც უფროსი და ვერც კოლეგა, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროცესი არის ნელი და პირველივე დღიდან არის დასაწყები, ხო? მილენიალი თუ ხარ და 2 წელიწადში იცი, რომ მოგწყინდება ძველი სამსახური, 2 წელი კი ჭირდება კარგი ახალი სამსახურის შოვნას კომპანიის შიგნითაც და კომპანიის გარეთაც. თავიდანვე დასაწყებია ეს პროცესი. ამასაც გვეკითხებიან ხოლმე, რომ კი, მაგრამ არ გაუკვირდებათ, რომ ჯერ არ დავნიშნულ ვარ, ჯერ არ მივღივარ სამსახურში და უკვე დაწინაურებაზე ვფიქრობ? არა მგონია, მე მგონია, რომ თუ ამას გააკეთებ კულტურულად და თუ ამას გააკეთებ სწორად ისე რომ არავის არ აწყენინო, პირიქით ეგეთ თანამშრომლებზე ოცნებობენ. ცუდიაო ის ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს. ყველაზე ჯანსაღი ორგანიზაცია ოცნებობს ადამიანზე, რომელიც სამთვეში კი არ ელოდება, ესე იგი ყველას იკეთებს, მაგრამ მზად არის რომ იშრომოს, მზად არის რომ თავი გამოიჩინოს იმისთვის, რომ მიიღოს საბოლოო ჯამში ის შედეგი, რაც უნდა. ეხლა პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდეთ, რა გავაკეთოთ, ხო? პირველ რიგში ჩვენი არხი გამოიწერეთ, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, იმიტომ რომ ყოველკვირეულად ვაქვეყნებთ ახალ ვიდეოს და დაგვილაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ, ჩვენც ამითი ვხვდებით და YouTube-იც ამითი ხვდება, როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ მომავალში. ეხლა რაც შეეხება თვითონ ახალი სამსახურის ძებნას. პირველი დაფიქრდით თქვენ უნიკალურობაზე და გრძელვადიან მიზნებზე. რა გინდათ იდეალურ შემთხვევაში როგორია თქვენი შემდეგი სამსახური კომპანიის შიგნით ან კომპანიის გარეთ, ხო? გაიჩინეთ მრჩეველები ორგანიზაციის შიგნით და მოკავშირეები. მენტორები შეიძლება ტრენინგზე გაიცნოთ ხალხი, ტრენერები თვითონ, მასწავლებლები, მაგისტრატურის ლექტორები და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი ხალხი დაგჭირდებათ, ვინც უნდა დაგეხმაროთ ამ პროცესში რჩევით, დარიგებით, რეკომენდაციით და ასე შემდეგ. აქტიურად გამოიყენეთ თქვენი მენეჯერი და კოლეგები. ყველაზე მეტი იმათ უნდა ელაპარაკოთ, რომ აი შენ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა განვითარდე, რა უნდა ვისწავლო, რა გავაკეთო და ასე შემდეგ. მენეჯერი ოცნებობს ესეთ თანამშრომელს, ჯანსაღი მენეჯერი, რომელიც ცდილობს, რომ განვითარდეს. მუდმივად იმუშავეთ თვითგანვითარებაზე. მუდმივად დადეთ კარგი შედეგები. შედეგების გარეშე არაფერი არ იქნება. ძაღლი შინ არ ვარგო და გარე დარბო და გამოგივად, დაწინაურების ძიება, ესე იგი კარგი შედეგების გარეშე. დრო და ძალისხმევა არ მოაკლოთ პირადი ბრენდის განვითარებას. ხალხი ამბობს, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, ამიტომ LinkedIn-ზე არაფერი არ მიწერია, არ ვიგუგლები და ასე შემდეგ, არაფერი არ გეშველება, ესე იგი თუ არ იგუგლები და მაგას თუ საკმარის დროს არ დაუთმობ და გაზომეთ ეს შედეგები. შეეცადეთ რომ კითხოთ იგივე მრჩეველებს, რომ განვითარდი, ვისწავლე, აბა როგორ მოგწონს, ჩემი დიპლომი როგორ მოგწონს, სერტიფიკატები, აბა LinkedIn-ზე რა სიტყვი, CV-ზე რა სიტყვი, შედეგებზე რა სიტყვი და ასე შემდეგ. შედეგების გაზომა ძალიან პრინციპულია, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც იზომება, ის ვითარდება, ასე თქვა. და თქვენ თუ გაზომის საშუალება არ აგაქვთ, შეიძლება რაღაც ძალისხმევა ჩადოთ, მაგრამ ეს ძალისხმევა არ იყოს შედეგიანი. ამიტომ მაგაზეც უნდა იფიქროთ, AI-ს კითხეთ, ChatGPT-ს, Perplexity-ს, რასაც იყენებთ, Claude-ს, ესე იგი როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ რჩევებს მიიღებთ და შეეცადეთ თავი გამოიჩინოთ როგორც კომპანიის შიგნით, ისე კომპანიის გარეთ. სულ გახსოვდეთ პირველივე დღიდან თქვენი სამსახურის, რომ დადგება ის დღე, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით
შემდეგ ვიდეოში.